ხოლო იესოს შობისას ხურიასტანს ბეთლემში, ჰეროდე მეფის დროს, ამ მოგვები აღმოსავლეთიდან მოვიდნენ იერუსალიმში და ამბობდნენ: სად არის ახლად შობილი მეფე იუდეველთა? რადგან ვიხილეთ მისი ვარსკვლავი აღმოსავლეთში და მოვედით, რომ თაყვანივსცეთ მას. უეჭველია, რომ ეს ვარსკვლავი არაჩვეულებრივი და საკვირველი იყო. საყვარელო ძმანო, მხოლოდ ებრაელები როდისცემენ თაყვანს ახლად შობილ ქრისტეს. არამედ სხვა ქვეყნიდან მოსული ვარსკვლავთმრიცხველი მოგვები მიაგებენ პატივს. აპოკრიფულ თხზულებაში მათი სახელებიც არის გადმოცემული: ბალთაზარი, მელქიოზი, კასპაროსი. მათ უჩვეულო ვარსკვლავი გამოუჩნდათ და ამით განეცხადათ, რომ რაღაც უჩვეულო იბადებოდა. ძველად მოზრდილი ვარსკვლავის გამოჩენა იმას მოასწავებდა, რომ დიდი პიროვნება დაიბადებოდა ან დიდ სამეფო დინასტიას დაედებოდა საფუძველი. მოგვების დაკვირვებით, რომლებიც ციურ სხეულებს სწავლობდნენ, ეს ვარსკვლავი არ უნდა გამოჩენილიყო. შეუძლებელია ყურადღება არ მიექციათ ამ ყოვლად უჩვეულო ვარსკვლავისთვის, რომელიც თავისი ელვარებით აშკარად გამოირჩეოდა სხვა მნათობთაგან. სახარებაში მოხსენიებულ მოგვებს, რომლებიც მრავალ ძველწმინდა მორწმუნესთან ერთად მოუთმელად ელოდნენ ხსნელი მეფის გამოჩენას, მაშინვე გაახსენდებოდათ ბალაამის წინასწარმეტყველება, რომელიც 14 საუკუნით ადრე ცხოვრობდა ქრისტეს შობამდე და რომელმაც იაკობის ვარსკვლავის აღმობრწყინება იწინასწარმეტყველა. გამობრწყინდეს ვარსკვლავი იაკობისაგან და აღდგეს კაცი ისრაელისაგან და მოსრნეს მთავარნი მოაბისანი და წარსტყვევნეს ძენი სეითისანი. მათ როგორც კი შენიშნეს ვარსკვლავი, უმალ გადაწყვიტეს, რომ მისი გამოჩენა ნიშნავდა აღთქმული მეფის, მესიის შობას, რის გამოც იუდეაში გაემართნენ მისი ხილვისა და თაყვანისცემისათვის. ეს რომ გაიგო ჰეროდე მეფემ, შეძრწუნდა და მთელი იერუსალიმი მასთან ერთად და შეკრიბა ყველა მღვდელმთავარი და ერისმწიგნობარი და გამოიკითხა მათგან, სად უნდა შობილიყო ქრისტე. ხოლო მათ უთხრეს მას ხურიასტანის ბეთლემში, რადგან ასეა დაწერილი წინასწარმეტყველის მიერ: და შენ ბეთლემო, იუდას ქვეყანა, არაფრით ხარ უმცირესი იუდას მთავართა შორის, რადგან შენგან გამოვა წინამძღვარი, რომელიც დამწყემსავს ჩემს ერს, ისრაელს. მესიის მოსვლა, რომელსაც ებრაელიერი ელოდა, თითქოს უნდა გახარებოდათ, მაგრამ როცა შეიტყეს მისი შობის შესახებ, შეძრწუნდა ჰეროდე და ისრაელი მასთან ერთად. ჰეროდე უკანონოდ მართავდა ისრაელის სახელმწიფოს 37 წლის განმავლობაში. მას იუდეის მეფობა არ ეკუთვნოდა. იფიქრა, რომ მისი ტახტის მოცილე დაიბადა. იერუსალიმის შეძრწუნება კი იმან გამოიწვია, რომ მათ იცოდნენ ჰეროდეს სასტიკი ხასიათი და შეიძლება ამას მოჰყოლოდა რეპრესიები. ჰეროდე გადაწყვეტს შეცვალოს ღვთისგანგებულება და მოინდომებს ჩვილი იესოს სიცოცხლე შეაჩეროს. მოუწოდებს მწიგნობრებს და შეეკითხება, თუ სად უნდა შობილიყო ქრისტე. მღვდელმთავრები და მწიგნობრები ეტყვიან მიქია წინასწარმეტყველის ნათქვამს, რომ მაცხოვარი ხურიასტანის ბეთლემს მოვა. ჰეროდე მოგვებს გამოკითხავს, თუ რამდენი ხნის წინ ნახეს ეს ვარსკვლავი. ითხოვს მასაც უთხრან მესიის ადგილსამყოფელი, რომ თაყვანისცეს იესო ქრისტეს. აი საყვარელო ძმაო, სადამდე მიჰყავს ადამიანი ღვთის სიძულვილს, ღვთის წინააღმდეგ ბრძოლას, მზაკვრობისა და ვერაგობის ამ უფსკრულს, რომელსაც ავლენს ჰეროდე. თითქოს და ეხმარება მოგვებს მათი სურვილის აღსრულებაში. არათუ ხელს უშლის, არამედ ეხმარება და მოქმედებით ეუბნება მათ, რომ თავად ხედავთ ეს საქმე უაღრესად მნიშვნელოვანი და უჩვეულოა. მთელს ამ მოვლენას საიდუმლოების ბეჭედი ადევს. თქვენ აღმოსავლეთში გეუწყათ ეს, რადგან გამოგარჩიათ უფალმა.
ნახეთ და თაყვანიეცით მას და მითხარით თუ სად იმყოფება ახლა, რომ თავადაც მივაგო პატივიო. ჰეროდე ვერ მიიღებს ცნობას მაცხოვრის ადგილსამყოფელის შესახებ და 2 წლის ასაკამდე 2000-მდე ახლად ჩობილ ყმაწვილს დაახოცინებს, ოღონდ კი მაცხოვარი მოკლას და ღვთისგანგება შეაჩეროს. და შევიდნენ რა სახლში, იხილეს ყრმა მარიამთან, მის დედასთან, დაეცნენ და თაყვანისცეს მას. და გახსნეს თავისი საგანძურები და მიართვეს მას ძღვენი, ოქრო, გუნდრუკი და მური. და მიიღეს ბრძანება ჩვენებით, რომ არ მიბრუნებულიყვნენ ჰეროდესთან და სხვა გზით წავიდნენ თავის ქვეყანაში. ღვთისგანგებულებით აღმოსავლეთში გამოჩენილი ვარსკვლავი ახლაც გამოჩნდა და წინ წარუძღვა გზის გამკვალავად. ნათობი დაადგა იმ ადგილს, სადაც იყო ყრმა იესო და მივიდნენ და თაყვანისცეს მოგვებმა ქრისტეს. აი საყვარელო ძმაო, ღვთის საოცარი სიყვარული. დღეს ცოდვაში მყოფ დედამიწაზე უფალი ასეთი სიმდაბლით იშვება. დღეს ბეთლემის მღვიმე 64 აქცია უფალმა. პირველი გამოცხადება ეძლევა არა რჯულის მეცნიერებსა და ფარისევლებს, არა მღვდელმთავრებს, არა იმ წყემსებს, რომელნიც პასექის დღესასწაულზე შესაწირ ცხრებს აძოვებდნენ, არამედ უბრალო მწყემსებს. მათ ანგელოზთა ხარება მიანიშნა, რომ იშვა ის, ვინც თავად შეეწირებოდა კაცობრიობას და ამ შეწირვით განაქარვებდა სისხლიან მსხვერპლს. ღვთისმიერი უსაზღვრო სიყვარულის გამოვლინებაა მაცხოვრის შობა. მან თავისი თავის ერთხელ შეწირვით მთელი კაცობრიობა გამოიხსნა. ანგელოზები გალობენ საგალობელს, დიდება მაღალთაშინა ღმერთსა, ქვეყანასაზე და მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება. აი საყვარელო ძმაო, საიდუმლო დიდებული. წყემსები ისმენენ ზეცის საგალობელს. ანგელოზები ღაღადებენ, მთავარანგელოზები გალობენ, ქერუბიმნი აქებენ, სერაბიმნი ადიდებენ, ყოველი დაბადებული დღესასწაულობს, რადგან ღმერთს ხედავენ ადამიანთა შორის, დედამიწას. დღეს ბეთლემი ღვთის კაცთმოყვარეობით ზეცისა მსგავსი შეიქმნა. ბეთლემში დღეს მიუწვდომელი საიდუმლო იხილეს. იშვა დაუსაბამო და მწყემსები ღირსი გახადა ანგელოზებთან ერთად ეგალობათ მაცხოვრის შობისთვის. იხაროდნენ ბერწო, უნაყოფო კაცის ბუნება, რადგან ქრისტე იშვა ქალწულისაგან, რათა ჩვენი უნაყოფო ბუნება ნაყოფიერი გახადოს. იხაროდეს ბეთლემო, რადგან ძე ცხოვრებისა შენ შორის აღმოცენდა და ადამის ურჩობით დახშულ 64-ის განაღებს. აი საიდუმლო ღვთის სიბრძნის, ბეთლემ, ზეცის ქვაბი. ცათა მეუფის დამტევნელი 64 გახდა. საყვარელო ძმაო, ჩვენც რომ გავიხაროთ ქრისტეს შობით, ჩვენს გულებშიც უნდა დაიბადოს ქრისტე. ჩვენი გულებიც უნდა იქცეს ბეთლემის მღვიმედ, რათა იმ სიხარულით შევძლოთ საგალობლის მოსმენა, როგორც იმ წყემსებმა მოისმინეს. ჩვენც შევძლოთ მაცხოვრისთვის ძღვენის მირთმევა, როგორც მოგვებმა მიართვეს. მაშინ ქრისტეს ცხოვრება ხელახლა უნდა განმეორდეს შენს გულში. საკუთარი ნების ნაცვლად ქრისტეს სურვილი, მისი ნება, მისი ნათელი უნდა სუფევდეს ჩვენს გულში. ქრისტეს ტაძრად უნდა ვაქციოთ იგი. ინებოს ღმერთმა აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.